ჩვენ განვიხილავთ გვიანი აღორძინების ხანის იტალიელი ფენწერისა და შუქურშილის ციტოსტატის იაკობო რომუსის იგივე ტინტორენტოს საიდუმლო სერობას. Თქვენს წინაშეა ვენეციაში მდებარე წმინდა სან ჯორჯო მაჯორეს ტაძარი, რომლის საკურთხევლის ნაწილშიც მდებარეობს სპეციალურად ამ ტაძრისთვის შექმნილი ტინტორენტოს საიდუმლო სერობა, რომელიც გამოირჩევა დეტალების სიმდიდრით, რაც ქმნის უნიკალურ და დრამატულ სცენას. მანიერისტურ სტილში განმოცემული ნამუშევარი გვაძლევს საშუალებას შინაგანად აღვიქვათ იესო ქრისტეს ბოლო ვახშმის სულიერი და ემოციური მნიშვნელობა. ჩვენ ვიცით ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა, სადაც მაგიდა ჰორიზონტალურად მდებარეობს, ხოლო მის ცენტრში იესო ქრისტეა. აქ ლეონარდო იყენებს ბუნებრივ განათებას, რომელიც შემოდის ქრისტეს უკან მდებარე სარკმლიდან. ეს არის ნათელი მაგალითი ხაზობრივი პერსპექტივის, სადაც იესო ქრისტე თავშეყრის წერტილში ცენტრში მდებარეობს. ტინტორენტოს ნახატი მკვეთრად განსხვავებულია. მაგიდა განლაგებულია დიაგონალურად, რაც არღვევს ტრადიციულ ჰორიზონტალურ სიმეტრიას. იესო მაგიდის ცენტრშია, თუმცა მისი პოზიცია ტრადიციულ ცენტრს არ ემთხვევა. ის მსუბუქი ნათებით არის შემოსილი, რაც ხაზს უსვამს მის ღვთიურ ბუნებას. დიაგონალური კომპოზიცია ქმნის სივრცის სიღრმის შეკრებას და იწვევს მაყურებელს სცენის შიგნით. ნახატზე იკვეთება ორი სინათლის წყარო. იესოს ირგვლივ ღვთიური შუქია, რომელიც თითქოს ზეციდან მოდის. სცენას მისტიკურობას მატებს და ხაზს უსვამს მის ღვთიურ ბუნებას. ასევე მარცხენა ზედა კუთხეში არსებული ლამპაკი ცეცხლის ალების თამაშით ანათებს ანგელოზებს, რომლებიც ჰაერში გამჭვირვალე სხეულებად არიან წარმოდგენილი. მაგიდის ზემოთ ტრიალებენ და ხაზს უსვამენ ვახშმის სულიერ მნიშვნელობას. მაგიდაზე ჩანს პური, ღვინის დოქები და ჭურჭელი, რაც სიმბოლურად ქრისტეს სხეულსა და სიხს აღნიშნავს. ნახატში გადმოცემულია ის მომენტი, როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს უტეხავს პურს და მიმართავს სიტყვებით: მიიღეთ და სჭამეთ. ესია ხორცი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის განტეხილი მისატევებლად ცოდვათა. მოციქულები განსხვავებულ პოზიციებში არიან. ზოგი ემოციურად ჟესტიკულირებს, ზოგი საუბარშია ჩართული. მათი განლაგება ბუნებრივია და ქაოსურად გამოიყურება. იუდა იზოლირებულია მოციქულებისგან. მისი სხეულის ენა და სახის გამმეტყველება ღარაც მიანიშნებს. მისი ჩრდილში მოქცევა კი მეტაფორია მისი სულიერი მდგომარეობისთვის. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტინტორენტომ ტილოზე ასახა არა მარტო ის ფიგურები, რომლებიც უნდა აესახა, არამედ ისინიც, რომელთაც არაფერი აკავშირებდა აღნიშნულ სიუჟეტთან. მაგალითად, იატაკზე მდებარე დოქსა და საკვებით სავსე კალათას კატა ზემოდან დასქერის. სურათზე წარმოდგენილი ტავერნის მეპატრონე თავის მოსამსახურეს ესაუბრება. კიდევ ერთი ქალბატონი კი მაგიდიდან ხილიან თასს იღებს. ყველაზე მთავარი დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ, გახლავთ ის, რომ მაგიდა დიაგონალურად ერთგვარად ყოფს კაცობრიობის სამყოფელს ღვთაებრივ სამყაროსგან. სპეციალისტების თქმით, საიდუმლო სერობა ტინტორენტოსთვის ყველაზე საყვარელი და მნიშვნელოვანი ნამუშევარს წარმოადგენდა. ახმოვანებდნენ სკოლა ანაბასისის მეხუთე კლასის მოსწავლეები: ანა სადუნიშვილი, გაბრიელა დვალი, სალომე ჯუღელი, გიორგი ღავთაძე, ელენე ჯაშიაშვილი, ნატალი შაიქაძე, ლიზი შვიანაძე.